რომელიც მზია ამაღლობელის დაკავების დროს ხელმძღვანელობდა აჭარის პოლიციას, ახლა სწორედ ადვოკატების კითხვას პასუხობს. ჟურნალისტის ადვოკატები უსვამენ მას კითხვებს დაკავების დღესთან დაკავშირებით, მოისმინა თუ არა თავად საკუთარი ყურით როგორ აყენებდა შეურაცხყოფას ჟურნალისტი პოლიციელებს, რის გამოც ახლა ის დაკავებულია და გაიხსენა ბესელიამ ადმინისტრაციული დაკავების წესი. პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ მაშინ როდესაც ჟურნალისტი ახლა დაკავებულია დგებუაწისთვის ცილის გარტყმის გამო და საქმეში დევს ბესელიას ჩვენებად, სადაც ის ამტკიცებს, რომ დაინახა როგორ ქონდა შეწითლებული დგებუაძეს ლოყა, სახე, ამ შემთხვევაში ამბობს, რომ კარგად არ ახსოვს ეს ეპიზოდი, თუმცა ამბობს, რომ შეურაცხყოფილად იგრძნეს პოლიციელებმა თავი იმ ფაქტით, რომ დგებუაძეს სილა გააწნა ჟურნალისტმა. გარდა ამისა, ჩვენ ახლა ბესელიასგან ვისმენდით, რომ არ ახსოვს გარკვეული ეპიზოდები, თუმცა ამბობს, რომ მისი კოლეგებისგან იცის, რომ მზია ამაღლობელი და სხვა ჟურნალისტები შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, თავად საკუთარი ყურით მზია ამაღლობელისგან შეურაცხმყოფელი ფრაზები არ მოусმენია, მათ შორის არც სამართალდამცველების მისამართით. ამბობს ის, რომ დაინახა როგორ საუბრობდნენ დგებუაძე და მზია ამაღლობელი, ესმოდათ ის საკითხები, რაზეც საუბრობდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე და ამის შემდეგ დაინახა როგორ გაარტყა სილა ჟურნალისტმა მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს და ამის მერე მიიღო გადაწყვეტილება ბესელიამ, რომ დაეწყოთ გამოძიება ჟურნალისტის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენ დღეს ბესელიასგან მოვისმინეთ, რომ სხვა დღეებისგან განსხვავებით პოლიციის მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ ამ დღეს აქციის მონაწილეები განსაკუთრებულად აგრესიულები იყვნენ, მათ შორის მზია ამაღლობელიც, იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელს ამბობს ბესელია, რომ არ იცნობს, გამოარჩია ის სწორედ იმიტომ, რომ აგრესიული იყო და ამბობს, რომ ამ დღეს ზოგადად აქციის მონაწილეები იმდენად აგრესიულები იყვნენ, რომ მიხვდა და იგრძნო, რომ იმ დღეს დაძაბულობა იქნებოდა პოლიციის შენობასთან. ხო, ვიღაცა მოვიდეს პოლიციაზე და დაკავებულის განთავისუფლება მოთხოვოს. ეგრე თვითონ აქციის წევრებმაც იცოდნენ, რომ ეგეთი რაღაცა არ შეიძლება. თავიდანვე მაგას ვამბობ, რომ ეს უკვე გამიზნული იყო, რომ რაღაცა დაპირისპირება მომხდარიყო და მომხდარიყო რაღაცა ტემპერატურის აწევა. არასოდეს დაპირისპირება არ მოხდა აქციის წევრებსა და პოლიციელებს შორის და ვინაიდან ვიღაცეები ზევიდან არ ვიცი ხა თბილისიდან ზოგიერთები ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ და იმიტომ გახდნენ აგრესიულები და იმიტომაც არ მოხდა ჩვენთან პირადად. რამოდენიმე ადმინისტრაციული დაკავება მოვახდინეთ. მათ შორის ქალბატონი მზიასიც. მაგ დროს გახდა ჩემთვის ცნობილი ქალბატონი მზია ვინ იყო და რა იყო. ამამდე მე ქალბატონ მზიასთან შეხება არ მქონდა. არც ვიცნობდი, არც სახელი ვიცოდი, არც გვარი ვიცოდი და არც სახეზე ვიცნობდი მას და მის პროფესიას. ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონი ეთერი ცოტა აგრესიულობით გამოირჩეოდა, ქალბატონ მზიას არ ვიცნობდი, საერთოდ შეხებაც არ მქონია მანამდე. ყველა ჟურნალისტმა იცის ამ რეგიონში მით უმეტეს დგებუაძე და რა არის და ასევე მეც. და იცოდა ისეთი ბლინგას, ვიდან ინფორმაციას დაკავებულ ფლერთან დაკავშირებით. დიახ. იმიტომ რომ დგებუაძეს ელოდებოდნენ შემოსასვლელთან ეგრეთ შრაბშტება დარჩა. მე ეთქობა ვერ შემოვჩინეს, რომ გამოვედი რამოდენიმე წუთით ადრე. იმიტომ რომ იმ დღეს ფორმა არ მეცვა, სამსახურეობრივ რაღაცას ეკითხები, ხო, დაკავებულების შესახებ ეკითხები, რატო დააკავეთ, რისთვის დააკავეთ და პოლიციის ფორმაზე ქაჩავ ადამიანს და ხელს უთყამ სახის არეში. თუ გახსოვთ კონკრეტულად რა სახის ფიზიკურ ძალაუფლებას ჰქონდა? სახეში დაარტყა ხელი. რა მდგომარეობაში იყო ამ სტანდარტის შემდეგ პირველ რიგში როგორც ყველა პოლიციელი, მათ შორის მეც შეურაცხყოფილები ვიყავით მისი ამქმედებით. ხმა თუ გაიგეს ფაქტი? ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, მაგ ფაქტის შემდეგ დაიშალა საერთოდ აქცია.
მანამდე იყო შუამდგომლობები, როდესაც მზია ამაღლობელის ადვოკატებმა მოითხოვეს მოწმის სახით ირაკლი კობახიძის გამოკითხვა, რადგან ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია, ისაუბრა მზია ამაღლობელზე, ის დამნაშავედ გამოაცხადა და საქმის ისეთ გარემოებებზე ისაუბრა ადვოკატების მტკიცებით, რაც რეალურად ამ დრომდე უცნობია სასამართლოსთვის. სწორედ ამ გარემოებების დადგენას ცდილობს ახლა ბათუმის სასამართლო და ამიტომ დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ კობახიძე, რომელიც დამნაშავედ აცხადებს მზია ამაღლობელს და ამბობს, რომ ის დავალებებს იღებდა და ამის მიხედვით მოქმედებდა, გამოცხადება სასამართლოს წინაშე და მოწმის სახით ჩვენებას მისცემს მოსამართლეს. მზია ამაღლობელი არ არის მსხვერპლი, კონკრეტულ დავალებას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის. მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა. ვინაიდან მისივე განცხადებებიდან აშკარად გამოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძე ფლობს მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაცვის მხარეს წარმოიშვა მისი გამოკითხვის სურვილი. გაეგზავნა განცხადება, რომლითაც მას შეთავაზა გამოკითხვაში მონაწილეობა, რათა მის ხელთ ავწებული ინფორმაცია დაეხმაროს სასამართლოს რეალობის დადგენაში. აღნიშნული განცხადებების ჩაბარებისა და გაგზავნის დასტურები კი დაეჭვა აღნიშნულ შუამდგომლობას. აკრომა პოლიტიკური თანამდებობის პირმა გარკვეული განცხადება გააკეთა საჯარო სივრცეში ამ საქმესთან დაკავშირებით, არ შეიძლება ეს გახდეს მისი დაკითხვის საფუძველი და მსგავსი ვიდეოების საქმეზე დაკითხვის საფუძველი. ეს არის პოლიტიკური შეფასებები, საკომისად ეს არის მათი ინდივიდუალური მოსაზრებები, რაც არ შეიძლება სასამართლოსთვის იყოს რაიმე კონკრეტული მიმართულების რიცხვი. საქმეში დევს პაწაკი, რომელიც ამბობს, რომ მზია მიიღო დავალება. და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ მზია მიიღო დავალება, რომ უნდა მიეხედებინა ეს შეურაცხყოფა ბატონი გრიგოლიძის. ერთი პაწაკი გვიდევს საქმეში და მეორე ეს ამბავი იცის პრემიერმა. ანუ საიდან იცის პრემიერმა საქმეში რა პაწაკი დევს? მას ამ საქმეს რაღაცა ახსენებენ, უთანხმებენ, მანამ უთანხმებენ, მერე უთანხმებენ. სწორედ ეს გახლავთ ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რასაც ჩვენ არაერთხელ საუბრობთ. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტების დაცვა. დღევანდელი სხდომა მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოების გამო. დღეს გრიგოლ ბესელიას შემდეგ უნდა დაიკითხოს ირაკლი დგებუაძე, ის ვის გამოც ახლა მზია ამაღლობელი არის პატიმრობაში და დღესვე უნდა გადაწყვიტოს მოსამართლემ, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას და გაათავისუფლებს თუ არა ჟურნალისტს, რომელიც რამდენიმე თვეა ახლო პატიმრობაშია.